ბაგრატი ყრუაშვილი ვიყურებით სოფელ სალნავარდოში. მიყვარს მუშაობა ვენახში. აი ვისვენებ ყველანაირად. ეს არის ხაწითელი. ძირითადად ახლა მე მივდივარ ხოლმე აგროსფეროში და ბაიერის წამლებს ვიღებ მოსაწავლად, იმიტომ რომ უფრო ხარისხიანია და მოსავალიც კარგს ვიღებ მაგისგან. საერთოდ ეგრეა და თქვა რომ ვინცაო ეკონომიას ეწევაო, ის უფრო მეც ახარჯავს. და ამიტომ მე ამათ წამლებს ვიყიდებ. და წელსა ეგრევე შევედი და წამლები ვიყიდე და ხმარობ მე მიკალს. ყოველ წელიწად მიკალსა და ბოლოს შაბიამის ხსნარს ვაწყავ ხოლმე და არ გუჭდება ვენახი. მე მითხრა ეს გამყიდველებმა რომ თქვენო აქაო 2 ბილეთი გეკუთვნით ამ მაშიო. კი ბატონო მე თვითონ ჩავყვე ხელი მოურიე, კარგად მოურიე. ბოლოს ამოვიღე 3 ცალი ამოყვა და 1 ცალი ჩავაგდე. გავფხიკე პირველი და მოვიგე ეს. არაფერი არ მომიგია ესეთი რამე არ ყოფილა და პირველად მოვიგე ეს. დიდი მოყოფილი ვარ. ესა აკავებს ვენახს. და აი როგორც ახლა ესენი რომ არის არა ყლორტი ხომ არის გახსრული და ფეხზე დგას ყლორტები. ამ ყლორტს ერთი ხელით გადმოითრევ, აქ გადმოღუნავ რა და მეორეთი ასეთ ჩაყოფას და მოუჯერე და всё. დააფიქსირებ და ზად არის. ძალიან სწრაფი. თანაც რა არის? აი ამას რო ტრაქტორით ვამუშავებ, ესა იმდენად მაგრად ვერ იჭერს, როგორც ეს რო დაიჭერს, დააფიქსირებს, აი როგორც ხელი ჩახვევ ესია და აღარ გამოძრება თავისით. ვენახების ხსნაში დავდივარ, ხეხილის ხსნაში დავდივარ. დიდი ობიექტები, ვისაც აქვს დიდი ტერიტორიები, მე ვაკეთებ ხოლმე ხეხილებში ძირითადად. ამ კერძო ომებში კი ვენახებში ხსნაზე დავდივარ. უკვე იცნობ რომ კარგად ხსნავ და დამაგრებაზეც ვეთქვი რომ დაგიკავებ თან. ეგეც შემიძლია. სოფლაშორის ეს ვენახიც ჩემი დაკავებულია. ამ ადგილზე მამაჩემს აქ ვენახი 31 რიგი იყო და ბავშვობიდან პატარა ვიყავი ხოლმე და აპარატს ავიკიდებდი ხოლმე მამაჩემს ვეხმარებოდი ხოლმე წავიდა. საერთოდ სოფლის მეურნეობა მიყვარს. საერთოდ სოფლის მეურნეობას ვიც მისდევს. ის აი ცხოვრებაში წინ წაიწევს. მარტო გარეთ სხვას უყურო და აი ის ამდენი საკეთე და სხვის იმედზე არ დაიყო. შენ თვითონ წარმოვხენი. ამ ფოთლებს ვარიდებ მანამ ყვავილში შევიდეს, მანამდე მაქვს გასუფთავებული, რომ ყვავილიდან გამოვიდეს კარგად. შიყვავილში რო არის, მე შეიძლება ის ჩაფუცუნდეს, რო იწყია, რომ ყურძენი ისეთი აღარ იყოს, მტევანი მარცვლების ზედა. მე უკვე მიუშვებ ნევაზე და ბოლოს გამოვარიდებ ხოლმე ფოთოლს, რომ ყურძენი გამოჩნდეს და მიიღოს ზისხილი. აი ეს